14 მარტს ხობის კოლხეთმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის შეხვედრა გამართა. ცენტრალურ მოედანზე ხობელი ფეხბურთელები ოზურგეთის მერცხალს დაუპირისპირდნენ. მატჩი თავიდანვე დაძაბულად მიმდინარეობდა. კოლხეთის ფეხბურთელებმა არაერთი სახიფათო მომენტები შექმნეს მეტოქის კარის მიმართულებით. მეორე ტაიმის 73 წუთზე ადგილობრივთა რიგებიდან თამაშის გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შემოსულმა ოთარ ფიფიამ გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა შემატა. დღეს ეთამაშეთ ოზურგეთის მერცხალს და გავიმარჯვეთ 1-0. რა ბიჭები მონდომებული ვიყავით და ეს ჩვენი მონდომება ბოლომდე ჩავდებით და მოვიგეთ 1-0 და გოლი ჩემს ანგარიზია და მაგრამ იხარია მეც და ბიჭებსაც და როგორც აღვავთ. ჩვენი თავდაჯერები და ჩვენი შინით ვახციეთ იმას რაც იყოს საჭიროება მოგება 3 ქულა და მინდა ყველა ბიჭებს მოულოცოთ. დღევანდელი თამაში ძალიან დაძაბული თამაში იყო. ვიყავით მე-7 ადგილზე და ეს გავიმყარეთ ის მე-7 ადგილი რომელიც ალბათ გუნდს სჭირდებოდა. მე ეკმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით ყველანაირად ის რომ ეს ყველანაირი გადატეხის გარშე ჩაატარეს ეს თამაში, იმიტომ რომ არცეთმა არ დატოვა კვალი იმისა რომ ამის წარმატება არ უნდა და იყოს ჟინი იმისა რომ ეს თამაში მოგებული იყო და კიდევაც მოგებით დამთავრდა. მათ ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და ხობელ ფეხბურთელებს აქტიურ გულშემატკივრობას უწევდნენ. დღევანდელ შეხვედრას გულშემატკივართა დიდი რაოდენობა დაესწრო. თამაშის საბოლოო ანგარიში 1-0 ხობელი ფეხბურთელების სასარგებლოდ დასრულდა.